ვაჟების ტრადიციულ დღესასწაულს წელსაც მწერლის მშობლიურმა სოფელმა უმასპინძლა ჩარგალში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო და ვაჟებ-შაველას სახელობის პრემიის დაწესების ინიციატივითაც გამოვიდა. Როგორც ჩაიარა დღემ და რა სიახლეების შესთავაზეს ჩასულ სტუმრებს ღონისძიების ორგანიზატორებმა მაესტროს გადამღები ჯგუფი დღეს ჩარგალში ჩავიდა. ნახეთ იათი ნიგაშვილის რეპორტაჟი. დღეს ვაჟაობა. ჩარგალმა მთელი დღის განმავლობაში უამრავ სტუმარს უმასპინძლა. გასული წლებისგან განსხვავებით დღესასწაულის თანახაობრივი მხარე ტრადიციულთან შეზავებული თანამედროვე ელემენტებით იყო წარმოდგენილი. ვაჟებ-შაველას სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუმრებს თავდაპირველად დები ნაყეურები იღებდნენ და ტრადიციული ფშავური კერძით დამბალ ხაჭოთი უმასპინძლდებოდნენ. წელს ვაჟაობა არის ძალიან მრავალფეროვანი, ძველი, ახალი, ყველა გემოვნების ადამიანის ფანტაზია გავითვალისწინეთ, ვაჟასთან დაკავშირებით მათი შთაბეჭდილებები გავითვალისწინეთ, ტრადიციული, რიტუალური და ხედავთ, რომ რაღაც 21 საუკუნის ქალამანის კი შევქმნით და ვაჩვენეთ. ვასვინებთ ფშაურ სიმღერას, ტრადიციულს და ნელ-ნელა ვემზადებით გალა კონცერტისთვის, რომ ხელნაკეთი ნივთები, ტრადიციული მთისთვის დამახასიათებელი სპორტული სანახაობები, დოღი. ჩარგალში უამრავი ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს წლიდა. ვაჟაობის მხედარი 12 წლის მუდარ ციკლაური გახდა. ძალიან მიხარია, რომ ტრადიციულად ვაჟაობაზე ამდენ ადამიანს ხედავ აქვს და ალბათ ორმაგასაც ხარულოა ის, რომ ამდენი ახალგაზრდები მოდიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაჟებ-შაველას შემოქმედება მათ უყვართ, შემოქმედება მათ ახსოვს და აფასებენ. ვაჟა იმ ხელა რო ახედო შეიძლება გული გაჯისკდეს, მაგრამ ამავე დროს საოცრად მშობლიურია. აი შეიძლება ითქვას, რომ გულშიც კი შეიძლება იყოს დატყვევებული. ჩარგალში დღეს თანამედროვე ელემენტებით გამდიდრებული ტრადიციული სამოსის რამდენიმე ჩვენებაც გაიმართა, რომელშიც მედიის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ეს არის ფშაური კოსტუმი არის 4 დეტალით, ბლუზი, კოსტუმი, ფასტამელა, რომელიც არის ფშაურისთვის დამახასიათებელი. ეს არის ფარტუკი, იგივე ფასტამელა, ხო. და ბოლოკა. ვაჟაობის დღესასწაულში ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩარგალში ჩასულ სტუმრებსა და მასპინძლებს დღესასწაული მიულოცო და ვაჟებ-შაველას სახელობის პრემიის დაწესებაზეც ისაუბრა. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, პრემია 2 წელიწადში ერთხელ გაიცემა და გამარჯვებულს ოქროს მედალი და 10,000 ლარი ფულადი ჯილდო გადაეცემა. დღესვე პრემიერმა მდინარე ჩარგულაზე ახლა დაშენებული ხიდიც გახსნა. ვაჟებ-შაველა თავად იყო, ჩემო ძვირფასებო, ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად და ევროპულად მოაზროვნე კაცი. და სწორედ მისი მაგალითიც არის საკმარისი. იმის დასამტკიცებად, რომ ჩვენ საერთო ღირებულებები და საერთო მისწრაფებები გვაქვს. იხარია, რომ დღეს უკვე მე მეძლევა საშუალება, რომ გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე გადაწყვიტა 2 დღის წინ და ვაჟებ-შაველას პრემია დაწესებულია. ვაჟაობა გალა კონცერტით დასრულდა და სტუმრებს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.